და სახელმწიფო აგებულია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ხალხს პირდებოდით ნეიტრალური კანდიდატის შერჩევას და ნეიტრალურ კანდიდატზე შეჯერებას, ასე ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა ასე არ იყო, მოდი ესეც გავიმარტოთ. ჩვენ ვამბობდით, რომ შესაძლოა ყოფილიყო ნეიტრალური კანდიდატი, ისევე როგორც შესაძლოა ყოფილიყო რომელიმე პარტიის წარმომადგენელი თბილისის მერობის კანდიდატად. რადგან ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმი, იქ შავით თეთრზე ძალიან კაფიოდ წერია, რომ ჩვენ გვაქვს ორი ვერსია, ორი ვარიანტი, ან ნეიტრალური კანდიდატის ვარიანტი, ან პარტიული კანდიდატის ვარიანტი. თუ იქნებოდა პარტიული კანდიდატი, ცხადია, ეს იქნებოდა შეთანხმებული კანდიდატი და მე მინდა გითხრათ, რომ ისევე როგორც თბილისის შემთხვევაში ჩვენ შევთანხმდით ყველაფერზე და არანაირი პრობლემა ჩვენ და ლელოს შეთანხმებაზე არ გქონია და არც გვექნება მომავალში, ასე გავაგრძელებთ შემდეგ ეტაპებზე გადასვლას. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე თბილისის 25-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელება და რა თქმა უნდა ამას მოყვება საქართველოს სხვა ქალაქებში მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა და კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაზუსტებ, რომ რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენსა და ლელოს შორის ერთობლივად შეთანხმებული კანდიდატები. ეს ერთი. რაც შეეხება გამოწვევებს, ახლა ერთია რას ამბობს კობახიძე, რას ამბობს ოცნება, რისთვის ემზადებიან ისინი და მეორე არის ჩვენი როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა ჩვენივე ამომრჩევლის წინაშე და ახლა ჩვენ მიგვაჩნია რომ დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ოცნებასთან დაპირისპირება. წინააღმდეგობა. მეცაც გეტყვით, აი პირდაპირ კონტრშეტევაზეც კი უნდა გადავიდეთ ოცნების წინააღმდეგ იმისათვის რომ როგორღაც გადავარჩინოთ ამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაგრამ ის არა მხოლოდ ამბობს, ის აკეთებს ქართული ოცნება. ჩვენ ვნახეთ წართმეული პირადობის მოწმობები, ვნახეთ მიტაცებული ხმები, თქვენივე პარტია უწოდებდა ამას, ასე აფასებდა 26 ოქტომბრის არჩევნებს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ აკეთებენ, მხოლოდ ამბობენ, ისინი აკეთებენ, ისინი იპარავენ ხმებს, ბატონ გიორგი და აი ამ ფონზე თქვენ შედიხართ არჩევნებში, ბევრად შედიხართ არჩევნებში, თან ოპოზიციის ნახევარი ბოიკოტში არის. შევდივართ არჩევნებში, იმიტომ რომ ჩვენთვის არჩევნები არის სწორედაც რომ ხელისუფლების ცვლილების დემოკრატიული ინსტრუმენტი და ფორმა მშვიდობიანი. ეს არჩევნებიც? არა, ეს არჩევნებიც მათ შორის ამ ფორმით ჩატარებული არჩევნებიც? სხვა ალტერნატივა არის ის, რასაც ვისმენთ. არის ანუ ბოიკოტი, არის რაღაც რევოლუციურ სცენარებზე საუბარი და ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკა და ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია. ახლა თქვენ ახსენეთ, რომ ვართ ორივე ამ შემთხვევაში, როგორც გახარია საქართველოსთვის, ასევე კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო არის საკმაოდ მსხვილი ოპოზიციური პარტია ორივე. ჩვენ ორივე ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობით შევდივართ ამ არჩევნებში. ჩვენ რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ექნება პოლიტიკური ფასი და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ. იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ თუ ვინმეს ინტერესში შედის დღეს რადიკალიზაციაზე, რაღაც დამხობის სცენარებზე, რევოლუციის სცენარებზე საუბარიც კი ეს პირველ რიგში არის ოცნება და ამ საჩუქარს ჩვენ ოცნებას ნამდვილად არ გავუკეთებთ. ერთადერთი რაც არ უნდა ოცნებას, ეს არის ის, რომ არჩევნებში არავინ არც ერთმა სერიოზულმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა იქნება თუ არა საჩუქარი ოცნებისთვის თუ გაიმარჯვებთ ბატონ გიორგი, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ იქნება თუ არა ოცნებისთვის გამარჯვება, აი არ ვიცი, რამოდენიმე ადგილი საკრებულოში, რამოდენიმე ადგილი საკრებულოების წევრები ვიხილოთ ჩვენ, ანუ ეს და არა გამარჯვებული ოპოზიციას გულისხმობ. აი ამ სცენარს, ანუ მე მაინტერესებს აი ამ არჩევნების შედეგი რა უნდა იყოს თქვენი იბრძვით გამარჯვებისთვის და თუ ეს შედეგი არ დადგა და როცა ამბობთ რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, რა ტიპის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებთ? ფიქრობთ თუ არა რომ ლეგიტიმაციის კომპონენტს აძლევთ ქართულ ოცნებას? არანაირ კავშირში ამ არჩევნებში მუნიციპალურ არჩევნებს გულისხმობ მონაწილეობას არ აქვს ოცნების ლეგიტიმაციასთან. არანცრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი კავშირი არ აქვს ოცნების ლეგიტიმაციასთან. ჩვენ, როდესაც ამ არჩევნებში შევდივართ, კარგად გვესმის ვის უპირისპირდებით და მოდი ესეც კარგად ვთქვათ ახლა მაყურებლის გასაგონად. ოცნებამ უკვე შეძლო სამწუხაროდ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით და მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან მიტაცებული და ქართველი ხალხისთვის წართმეული ძალაუფლების გამოყენებით უკვე შეძლო და ამ ქვეყანაში შექმნა სრული ავტოკრატია. დღეს ოცნება არის ავტოკრატიული რეჟიმი.
იმიტომ ამ აკეთებს, რასაც ამბობს, იმას აკეთებს. ასეთია ავტოკრატია სამწუხაროდ. სადაც თითქოს ესე ქაღალდზე და სიმბოლურად და მოჩვენებითად, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებიც არსებობენ, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება არის კონცენტრირებული ოცნების ხელში. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის გამარჯვება. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთი არჩევნებით, მით უფრო მუნიციპალური არჩევნებით, ასეთ ბრუტალურ, ასეთ კონსოლიდირებულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, ვერ დავამარცხებთ ერთი არჩევნებით. ანუ ჩვენთვის ეს არჩევნები არის გარდამავალი ეტაპი, რომ ოცნება გადავიყვანოთ ხელისუფლებაში და საბოლოოდ ისინი დავამარცხოთ. დიახ. მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, ვერ მოხდება რაღაც ერთჯერადი ბოიკოტის გზით, ეს ვერ მოხდება რაღაც რევოლუციებზე საუბრის გზით. რევოლუცია პირველ რიგში მათ აწყობთ. რევოლუციაზე საუბარი პირველ რიგში მათ აწყობთ. რადგან ის ამომრჩეველი, ვისაც კარგავს ვიკა ოცნება, მოდი ამაზე ვისაუბროთ. ეს არ არის პატარა ნაწილი ამომრჩევლის, ხო? საკმაოდ დიდი ნაწილი ხდება, რომ ისინი უკვე მოტყუებულები აღმოჩნდნენ ოცნებისგან, საკუთარი პარტიისგან. მოატყუეს მაშინ ოქტომბერში, როდესაც პირდებოდნენ, რომ თითქოს ღირსებით უნდა შევსულიყავით ევროპაში. მაშინ ჯერ კიდევ ჯეროდა ხალხს ამისი. გულწრფელად ესეც ვაღიაროთ, ხომ? მაგრამ გავიდა უკვე რამდენიმე თვე, 7-8 თვე და საერთოდ საშინელებები ჩაიდინა ოცნებამ. და რა თქმა უნდა, ხალხი, ვინც ამას უკვე კარგად ხვდება და ხედავს, თუ ვინ არის, რა არის ოცნების ნამდვილი სახე, ეს ხალხი ოცნებას ხმას აღარ მისცემს. სად უნდა წავიდეს ეს ხალხი? ეს არ არის მცირე რაოდენობის ხალხმა არც 26 ოქტომბერს არ მისცა. არ არის ვიკა ესე. არ არის ვიკა ესე. ახლა გაყალბდა არჩევნები? ნახეთ ახლა რატო უღრებთ ერთმანეთში? არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ოცნებას ხმა მისცა ამორჩევლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა. არა, მე გულისხმობ, კი ბატონო, ეს არ მიგულისხმიათ, რომ არავინ არ მისცა ოცნებას ხმა, მაგრამ გულისხმობ, რომ თქვენ ამბობთ, რომ ოცნება კარგავს ამომრჩეველს, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, ოცნება კარგავს და 28 ნოემბრის შემდეგ შეუძლებელია, რომ ოცნებას არ დაეკარგა ამომრჩეველი, მაგრამ ოცნება ასევე ამკაცრებს საარჩევნო მანიპულაციებს, ოცნება აქვს ძალაუფლება და აქვს რესურსი გააყალბოს არჩევნებს და ეს უკვე ერთხელ გააკეთა. თუ კი ამას ერთხელ კიდევ გააკეთებს, ბატონო გიორგი, თქვენ რა შედეგს აღიარებთ? თქვენ მარტო გამარჯვებას აღიარებთ ამ არჩევნებში? თუ თქვენ მაგალითად ადგილებისთვის ბრძოლა ეს ძალიან ცუდი ტერმინია შეიძლება და შემისწოროთ, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ესეც საკმარისი იქნება ორი ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მოიპოვოთ ადგილები საკრებულოებში და იქიდან შეასუსტოთ ოცნება. ნახეთ, ჩვენ ეს არჩევნები ვიკა არ დაგვყავს, რა თქმა უნდა, ისეთ დაბალ დონეზე, რაც არის საკრებულოში რამდენიმე დეპუტატის ადგილი და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის ეს არჩევნები არის ბრძოლის ერთგვარი ფორმა, პოლიტიკური ფორმა, წვავე ბრძოლის. ხა ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ აი ბოროტებასთან გვაქვს საქმე, ხო? პირდაპირ ბოროტი რეჟიმია ოცნება, მაგრამ ჩვენ ბოროტებით არ უნდა დაუპირისპირდეთ. მაგრამ უნდა დაუპირისპირდეთ ძალიან მწვავე, მათ შორის პოლიტიკურად ძალიან მწვავე მეთოდებით და ტაქტიკით. კი ბატონო, მაგრამ აი ჩემ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, რას აღიარებთ აი შედეგად თქვენ გამარჯვებას? თქვენ უნდა გაიმარჯვოთ ამ არჩევნებში? თქვენ თვლით რომ გამარჯვებისთვის იბრძვით? აი თქვათ მოხდა ისე რომ არ გაიმარჯვოთ ამ არჩევნებში, გააყალბეს ეს არჩევნები, როგორც გააყალბეს წინა არჩევნები და ამ შემთხვევაში ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაასუსტებს ოცნებას და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი არის რომ დავასუსტოთ ოცნება. ამ ერთი არჩევნებით ჩვენ ოცნებას ვერ დავამარცხებთ. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ოცნება არის ავტოკრატიული რეჟიმი და მოძალადე რეჟიმი. შეხვდათ საკრებულოებში ამ სცენარების დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვიტავთ, ხო? ანუ ჩვენთვის მთავარი კიდევ ვიმეორებ არის ის, რომ ოცნებას არ მივცემთ იმის საშუალება, რომ ყოველგვარი კონკურენციის, ყოველგვარი რაღაცა კონკურენტული გარემოს გარეშე და მარტო საკუთარი მათივე შექმნილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოპონენტების ხელოვნურად შექმნილი და მე თქვენ გეტყვით არ ყავთ თუ რა, ეხლაც იყო საუბარი, თითქოს ღარიბაშვილი რაღაც პარტიის შექმნას აპირებს. რამდენიც მოუნდებათ, იმდენი ეყოლებათ, ხო? ანუ საკუთარი სატელიტი პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში რეალური ოპონირებისთვის ვემზადებით, ხო? ანუ რეალური სერიოზული წინააღმდეგობისთვის ვემზადებით და არის ხალხი ჩვენი ამორჩეველი, რომელიც მუდმივად მზარდია. ლელოს ამორჩეველი, რომელიც მუდმივად მზარდია. ქართული ოცნების ამორჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც მას აღარ მისცემს ხმას.
ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც აუცილებლად წავა ვიკა მეწმუნეთ არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მხარდამჭერების 100% არჩევნებზე არ წავა. ასე რომ გროვდება საკმაოდ დიდი ელექტორატი, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება ალტერნატივა. და ეს ალტერნატივა საარჩევნო ბიულეტენში უნდა იყოს ასახული. ხო, გუშინ რაც მოხდა რიყეზე, ხო, ანუ ჩვენი ერთობლივი ღონისძიება ამას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა და ამ ადამიანებს გუშინ გარკვეული იმედი გაუჩნდა. და რატომ არ მოხდა ეს 26 ოქტომბრამდე? არ ვიცი, ალბათ აჯობებდა ნამდვილად აი ამ გადასახედიდან აჯობებდა რომ მომხდარიყო ახლა პირდაპირ გეტყვით, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერს თავის დრო აქვს, მაგრამ არის ის ნათქვამიც რომ აჯობებდა კიდევ სუბუქი ნათქვამი არის ალბათ. გვიან ვიდრე არასდროს. ანუ ახლა დღეს სერიოზული, ასე ვთქვათ, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ხო, გუშინ. ბატონ გიორგი, ეს ორი პოლიტიკური პარტია შეთანხმდა შედეგები გვიჩვენებს. მე მინდა ასევე გკითხოთ, აი მაგალითად რომ გადავიდეთ ახლა საარჩევნო კამპანიაზე, ჩვენ ვერ ვხედავთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჯერჯერობით. რას აპირებთ თქვენ? იმიტომ რომ არ არის ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. ვინ დააკვირდება ამ არჩევნებს? თუ გაქვთ საუბარი დამკვირვებლებთან 26 ოქტომბერს იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უფრო მეტი პარტია, მათ დამკვირვებელთა ჯარი ყავდათ პრაქტიკულად, თუმცა ლიმიტირებული რესურსებით რაც შეიძლებოდა, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ რაც შეიძლებოდა ეს იყო. ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. რას აპირებთ? ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ კამპანია, ახლა არაორდინალურ სიტუაციაში ვართ, დრო რა თქმა უნდა შეზღუდულია, გეთახმებით, ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ საკმარისი დრო მაინც არის იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. ფაქტობრივად ჩვენ კამპანია გავხსენით გუშინ, 18 აგვისტოს. ეს იყო ჩვენი კამპანიის პირველი ერთობლივი ღონისძიება და ამას მოყვება ჩათვალეთ უკვე ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ ჩვენ თავს შეგახსენებთ თქვენს და ჩვენ საზოგადოება საკმაოდ აქტიური. რას ეუბნებით ამომრჩეველს და ვინ არის თქვენი ამომრჩეველი? სად გნახავთ ამ კამპანიის ფარგლებში? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უცნაური ვითარება არის, რაც შექმნა ამ არჩევნებმა. თუ კი აქამდე, მაგალითად, მე სულ ვკითხულობდი მაგალითად მოწოდებებს, რომ წადით არჩევნებზე, იგივე ადამიანები ეუბნებიან, პირდაპირ გამოდიან მოწოდებებით, რომ არ წახვიდეთ ამ არჩევნებზეო. ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლებს გულისხმობ, მათ შორის იმ შესაძლოა, არ ვიცი, თქვენი კონკრეტულად თქვენი პარტიის ამომრჩევლები არიან თუ არა, მათ შორის მაგრამ ნამდვილად არიან ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლები. ამას აღიქვამთ თუ არა როგორც ერთგვარ გამოწვევად? არა, რა თქმა უნდა, ახლა ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ და რა თქმა უნდა ეს არის გამოწვევა. მაგრამ ამ ხალხს ხომ უნდა ველაპარაკოთ? ამ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის არჩევანი, როგორ გითხრათ, ვიკა, შეიძლება იძულებითიც ესეც დავარქვათ. ეს არის არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ბოიკოტი უარესი გზაა, ამაში ნამდვილად ვართ ყველა დარწმუნებული. ჩვენი გუნდის ყველა წევრი არის დარწმუნებული, მაგრამ სხვა გზა, როდესაც არ გვაქვს და როდესაც სახეზე გვაქვს ოცნების ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც წინააღმდეგობა თუ არ გავუწიეთ, ის კიდევ უფრო და უფრო გაძლიერდება, ის არ დასუსტდება. ის აგრძელებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და არა მხოლოდ შენარჩუნებას. თან ყველა მისი უკანონო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება არის კანონით გაფორმებული, ხო? ახლა კობახიძის სინქრონი რო გაუშვით 38 დეპუტატზე რო საუბრობდა, თუ გნებავთ, მხოლოდ ამის მაგალითზე აგიხსნით, რას აკეთებენ. დღეს რამდენი წევრი ყავს, იცით, თბილისის საკრებულოში ოცნებას 28 და არიან უმრავლესობაში. 50 დეპუტატი ყავს თბილისის საკრებულოს. 38 საიდან გაჩნდა, იცით? იქიდან, რომ 10 მაჟორიტარი იყო 20-21 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და ახლა შეცვალეს კანონი და 25 მაჟორიტარი იქნება და 25 პროპორციული წესით არჩეული პარტიული დელეგატები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების კვოტა საგრძნობლად გაზარდეს, ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ გაზარდეს. რატომ? იმისთვის, რომ როგორც ყოველთვის ხდება, საარჩევნო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მართველი პარტიისთვის, ახლა თომ რომ ნორმალური ვითარება იყოს, უფრო ადვილი არის, ასე ვთქვათ, შედარებით ადვილი არის მაჟორიტარი დეპუტატების გაყვანა. ანუ ამბობთ, რომ ამ თქვენ ხო და ამიტომ გითხარით, ეს მაგალითიც იმიტომ მოგიყვანეთ, რომ ოცნებას, რომ მართლა მაღალი რეიტინგი კონდეს მას, რომ მართლაც მაღალი მხარდაჭერა კონდეს ხალხში. რა შეჭirdება მაშინ ესეთი манипуляციები? ბატონ გიორგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოცნებას არ აქვს მაღალი რეიტინგი და არ ქონია არც 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ოცნება ხო რეიტინგით არ
არ იზომება, ოცნება რეიტინგის იზომება საკუთარ თავს ზომავს გაყალბებით. ანუ სულ არ ვიცი, აგერ სასწაული მოხდა, არასდროს არ დამავიწყდება დინარაძის და კალაძის საუბარი, საჯარო საუბარი, არჩევნების შემდეგ ასე თქვა სასწაული მოხდაო, აიო, ისეთ იმაში მოვიგეთო უბნებზეო, სადაც როგორც წესი ოცნებას უჭირსო. აი თქვენ ამბობთ, რომ თბილისში ოცნებას უჭირს და ეს წინა არჩევნებზეც დავინახეთ 20, მაგრამ გამოვა კობახიძე და კალაძე და იტყვის, რომ აი მოხდა სასწაული. და თელმა თბილისმა მათ მისცეს ხმა, ანუ ამაზე ვსაუბრობთ ახლა, რომ ისინი ყველაფერს იტყვიან, ისინი ყველაფერს იტყვიან, ყველაფერს იკადრებენ, და ეს ხო ყველაფერს მკადრებელი ხალხია, ხო? მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, ვიკა? ანუ იმაზე უკეთეს, იმაზე უფრო ეფექტურ, სწორ გზას ვინმე გვთავაზობს, მე არ მომისმენია. ანუ ნახეთ, ჩვენ იმაზე კი არ გვაქვს ახლა საკამათო, რა ვითარებას, ფაქტ, ანუ ვითარებთ მდგომარეობის აღწერაზე, ჩვენ ერთი და იგივე მოსაზრება გვაქვს. ანუ ჩვენ ხო არ ვკამათობთ, თქვენ ამბობთ, რომ ასე მეც გეთანხმებით, რომ ესეა, კი ბატონო. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? თვით ლიკვიდაცია გამოვაცხადოთ თუ გადაულოცოთ ესე ოცნებას ყველაფერი? კი ბატონო. ანუ ამაშია საქმე. საქმე არის იმაში, პოლიტიკური პარტიების რა ნაწილი ირჩევს წინააღმდეგობას არჩევნების გზით და რა ნაწილი ირჩევს წინააღმდეგობას ბოიკოტის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების გზით გაცილებით შეიძლება ეს იყოს უფრო გრძელვადიანი, თანმიმდევრული, ეტაპობრივი გზა ოცნების დამარცხების, მაგრამ გაცილებით ეფექტური დამარცხებით ვიკა და ამას ჩვენ ახლა თქვენ იკითხეთ, როგორ აპირებთ კამპანიის ჩატარებას და ასე ვაპირებთ. ჩვენ ყველა ამორჩეველს აუხსნით, რომ აუცილებელია არჩევნებზე მოსვლა. აუცილებელია არჩევნებზე მოსვლა. სხვა ან პრაქტიკულად კამპანია იქნება დარწმუნება ამომრჩევლისა, რომ მოვიდეს არჩევნებზე. პირველი იქნება დარწმუნება ამორჩევლის, რომ მოვიდეს არჩევნებზე და მეორე ის, რომ არა ოცნებას. აი ეს იქნება კამპანია. ანუ ეს არ იქნება კლასიკური გაგებით კამპანია, სადაც ამომრჩეველს ეუბნებიან, რაღაცა პირდებიან. რა თქმა უნდა, მუნიციპალური არჩევნები იმით უფრო ისეთი არჩევნებია, ახლა ჩვენ თბილისში არჩევნებს ვატარებდეთ, აუშვეთ კამპანიას ვატარებდეთ და არ საუბრობდით იმ უამრავ პრობლემაზე, რაც შექმნა თბილისში, კონკრეტულად კალაძის კორუმპირებულმა მმართველობამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნით რა არის ერთ მხარეს არის კალაძის კორუმპირებული, აი მართლა ბანდა, რომელსაც მიტაცებული აქვს ეს მთელი თბილისი და ისტორიული იერსახის დამახინჯებით დაწყებული აქვს ყველა უბედურება დამართეს ამ ქალაქს და რაღაც გაკეთებულ სკვერებს და სტადიონებს და მოედნებს რაღაც ასაღებენ, როგორც განსაკუთრებულ მიღწევას, ამას თითქოს რამე განსაკუთრებული ჭირდებოდეს 2 მილიარდ ლარზე მეტია თბილისის ბიუჯეტი. ახლა სკვერიც თუ არ გაკეთდა, აბა რა უნდა კეთდებოდეს. მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა უკეთესი ვერ დაინახოს, ანუ უკეთესი ალტერნატივა არ ქონდეს ხალხს. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, რომ სკვერი კი არა და სტადიონი კი არა და შუქნიშანი და ახალი ავტობუსი კი არა, გაცილებით მეტი გექნებათ იმ შემთხვევაში, თუ აი ამ კორუმპირებულ კალაძეს და მის ბანდას ჩამოვაცილებთ მმართველობას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი დანაპირები და რა თქმა უნდა, ყველა თემაში, სოციალურ თემაში, ინფრასტრუქტურულ თემაში, სატრანსპორტო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი სერიოზული შეთავაზებები ჩვენი ამორჩევლის მიმართ. და ამით დავიწყებთ ოცნების დამარცხების და ოპოზიციაში გადაყვანის კამპანიას. ამ არჩევნებს პოლიტიკური პატიმრების ფონზე ხდება ეს ორი ოპოზიციური პარტია, რომელთა შორის ლელოს ორი ლიდერი ახლაც საკნიდან გვიყურებს ალბათ და მე მინდა რომ ყველა პატიმარს აქედან ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო. ეს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის აქტივისტები, დაკავებულები, აი მათი გათავისუფლება როგორც დაპირება, ანუ არ ვიცი. ნუ რა თქმა უნდა, ვიკა ჩვენ ეს არც წუთით ეს მოთხოვნა არ მოგვიხსნია დღესაც რიგიდან. ყოველთვის ამაზე ვსაუბრობ, დღესაც და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. კი, მაგრამ აი მე სხვანაირად დავსვა მკითხვას, ეს ფონი რამდენად არის ხელის შემშლელი? აი, როდესაც აი საუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, როდესაც საუბრობთ იქ ურბანულ, არ ვიცი, ჯოჯოხეთზე, რაც ხდება მართლაც თბილისში, ეს ყველაფერი თავისთავად მკაფიოა და ცალსახაა, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ თქვენ, რომ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მოგვარების ეს ყველაფერი უბრალოდ ვერ მოგვარდება, სანამ ძირითადი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ეს არის ეს იყო აქამდე
თქვენი პარტიის მხარდამჭერებიც იდგნენ აქციაზე და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ და იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ახლა თქვენ გიწევთ არა ამ მოთხოვნების გაჟღერება, ახლა თქვენ გიწევთ საუბარი სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე. ვიწევთ საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტად რა თქმა უნდა რჩება უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. ისევე როგორც ხელახალი არჩევნების მოთხოვნა. აქ არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ფაქტორი, დროის ფაქტორი. ყველას ძალიან გვინდა, რომ დღესვე გაიხსნა საპრობილის კარი და ყველა უკანონო პატიმარი იყოს თავისუფალი. ყველას ძალიან გვინდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. ავტოკრატიული რეჟიმია. მის ხელში არის სრულად კონსოლიდირებული ძალაუფლება. ჩვენ ამ რეჟიმს უნდა გამოუძებნოთ დაპირისპირების ყველაზე სწორი და ეფექტური ინსტრუმენტები. და ბოიკოტი არ აღმოჩნდა და არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ საზოგადოებაში არ აღმოჩენილა ისტორიული გამოცდილებით ეფექტური გზა ასეთი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად. და ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს მოთხოვნა ძალაში რჩება, არათუ ძალაში რჩება, ჩვენ ამ არჩევნებს ვუძღვნით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების იდეას. მაგრამ გვესმის ისიც რომ ეს არ ხდება, ერთი წელი ხო გავიდა უკვე. რატო ვერ მივახციეთ მაშინ შედეგს? ანუ ჩვენ თვლით რომ აი ესე ეტაპობრივი მესმის რომ შეიძლება ცოტა კიდევ უფრო გაიწელოს. ახლა ძალიან რთულია იმის თქვა რომ ახლა ვეგუებით იმას რომ პირობითად კიდევ ერთი წელი შეიძლება ვერ მივახციოთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას. მაგრამ რა ჯობს? ერთ წელიწადში მივახციოთ ამას თუ საერთოდ ვერ მივახციოთ და ის 4 წელი და 5 წელი რაც მათ ესე უკანონოდ მიუსაჯეს მოუწიოთ ამ სასჯელის სრულად მოხდა? ამიტომ აი ამ ორ ალტერნატივას შორის არჩევანი ხომ უნდა გავაკეთოთ. ეს არჩევანი ხომ უნდა იყოს გონივრული. ეხლა ჩვენი პარტიების გადაწყვეტილებაზე, ზოგადად საზოგადოების გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. იმიტომ რომ ეს ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ ყველანი. ვისაც ოცნების რეჟიმი მოღალატე რეჟიმად მიგვაჩნია და ვიბრძვით ოცნების წინააღმდეგ, ყველა ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. მაგრამ ნუ როგორც ჩანს ჩვენი გზა გვაქვს მათ თავისი. ჩვენ არასდროს არ დაუშვებთ და არ ვიკადრებთ იმას, რომ მათ ამ ბრძოლაში ხელი შევუშალოთ. და დავასუსტოთ მათი წინააღმდეგობა არც ერთ შემთხვევაში. პირიქით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრძოლის ყველა ფრონტი ძლიერი იყოს. ესე აღიქვამენ ისინი, რომ ხო და არასწორად აღიქვამენ, როგორც ჩანს, ამაზე კიდევ რაღაცა სხვა ტიპის მუშაობაც მიდის, მოდი ესეც ვაღიაროთ. მაგრამ არასწორად ფიქრობენ ისინი ამას. არასწორად ფიქრობენ და ჩვენ კიდევ ვიმეორებ, მიგვაჩნია, რომ უფრო რთული გზაა ჩვენი გზა, მაგრამ რაღაც შედეგზე გაგვიყვანს. თორემ ოცნებას კიდევ ვიმეორებ, არაფერი ხელს არ შეუშლის იმაში, რომ მთლიანად გადაიბაროს, აი 64 მუნიციპალიტეტს რო ამბობს, მართლაც ასე აქვს ჩაფიქრებული და რა უბრძოლველად გადაულოცოთ და პირდაპირ გაიფორმონ. ეხლა გასაგებია რომ აყალბებენ საპარლამენტო არჩევნები გააყალბეს, ეხლა თვითმმართველობის არჩევნებსაც ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ წინააღმდეგობა ხომ უნდა გავუწიოთ. და კიდევ ვიმეორებ, ამ არჩევნების იმ დიდ ნაწილს ალტერნატივა ხომ უნდა დახვდეს. ანუ ჩვენთვის სტრატეგია არის ოცნების ეტაპობრივი დასუსტების სტრატეგია. და საბოლოო გამარჯვება, რა თქმა უნდა, იქნება ოცნების ჩამოშორება ხელისუფლებიდან. მუნიციპალური არჩევნები 4 ოქტომბერს იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ დიდი მიზნისკენ, რაც არის ოცნების როგორც აი ესეთი მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დამარცხება. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ჩვენ დაგვეხმარება ყველას ერთად იმაში, რომ აი ამ პროტესტს ახალი სიცოცხლე და ახალი სინერგია შევმატოთ. რა თქმა უნდა, რუსთაველის პროტესტის პარალელურად ჩვენ იმ პროტესტს არ მემიჯნებით. რა თქმა უნდა, ვრჩებით პირველივე დღიდან თქვენი ხსენებდით, ვიყავით ჩვენ ამ პროტესტის ნაწილი და ვრჩებით ყველა იმ ადამიანის გვერდში, ვინც ებრძვის ოცნების რეჟიმს. მაგრამ ჩვენ როგორც პოლიტიკურ პარტიას ამ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ ძალაზე ვსაუბრობ, გვაქვს ჩვენი არჩევანი, ჩვენი გზა და ეს გზა არის არჩევნების გზით ოცნების დამარცხების გზა.